ცოლის დაქალები მინდა წინ მარტო კაცებით განან. ჩვენ დავიწყოთ რომ ესენი ძალიან ეს რა ახალგაზრდა ყოლია ეს. რანაირად მეტყველებენ, რანაირად აზროვნებენ, როგორ უყვარ თავისი ქვეყანა. ესენი უნდა იყოს დაპატიმრებულები ახლა. მაგრამ არა უშავს. მალე ბოროტს დაძლევს კეთილი საერთოდ. ისინი გარეთ იქნებიან და მათ ადგილს სხვები დაიკავებენ ალბათ. შეცდ ყოველთვის იდგა რუსთაველზე, აი ზუსტად უსამართლობის წინააღმდეგ, უბრალოდ ჩვენ დღეს ფიზიკურად გამოვედით აქ. იმიტომ რომ არ ვიცი დღეს მაშინ სულ ყველაფერი ყალბი იქნებოდა რომ სხვა აზრზე ყოფილიყავით. ჩვენ დგავართ ჩვენი ქვეყნის ნათელი და კარგი მომავლისკენ. როდესაც გადაწყვიტეს რომ ეს ტროლების და ბოტების ხაზი ყოფილიყო სერიაში, მაშინ ამბობდა კეთი დევდარიანი რომ ჩვენ ეხლა გვაქვს სამოქალაქო თუ სამამულო ომი ტროლებთან და ბოტებთან. ანუ ეს უბრალოდ არ გაჩენილა ეს პერსონაჟი სერიალში. რეალობა ჩვენ რო შევხედოთ, ეგ არის რომ ტროლების და ბოტების შესაძლებლობით ხელისუფლებამ შეძლო რომ ონლაინში, ანუ ინტერნეტში შეექმნა ალტერნატიული რეალობა, ანუ ადამიანები დაერწმუნებია რომ თურმე არსებობს სხვა განწყობები, რომელიც არ არსებობს ამ დონით და ამ დოზით და მე ეს ყველაფერი გადაიტანეს არჩევნებშიც. ანუ საბოლოო ჯამში შეიძლება ვთქვათ რომ ყალბი რეალობა, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა, დგას პირდაპირ ამ ტროლების და ბოტების რაღაცა რუსულ კონცეფციაზე. ნუ უჯერებთ კოცებს, დაუჯერეთ საკუთარ თვალებს და საკუთარ ყურებს. მორჩა და გათავდა რა. აი აქ უნდა გამოვიდნენ, დრონით კი არ უნდა აკონტროლონ, იმედის დრონით. თვარის გვერდიდან რო იღებს, რაც შეიძლება ცოტა გამოჩნდეს ხალხი. აი აქ უნდა მოვიდნენ და დაინახონ, აქ არავინ არაფერს არ ეტყვის პირიქით. გაგვეხარდება ნებისმიერი ადამიანი და ნახონ რამდენი ვართ. და მე იმსჯელო. ჩვენ ვართ ერთი საქართველო და ამ ერთ საქართველოს ქვია პატრიოტი ადამიანების ერთობა.